საქართველოში ბოლო დროს მომხდარმა კიბერშეტევებმა, ინფორმაციულმა თავდასხმებმა და ჰიბრიდული ომის ნიშნებმა ნათლად აჩვენა, რომ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიბერუსაფრთხოების სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა არსებული ვითარების გამო მსგავს თემებზე საჭირო აქცენტები არ კეთდება, რაც სპეციალისტების შეფასებით პირდაპირ მიუთითებს სახელმწიფოს დაუცველობაზე და არსებულ საფრთხეებზე. საუბარია იმ საკითხებზე, რომლებიც რეალურად ემუქრება როგორც ქვეყნის შიდა სტაბილურობას, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას. Ჩვენ ვიქეცით ერთგვარ საცდელველად რუსი ჰაკერებისთვის და 1000 სხვა აქტორისთვის, ვისაც როგორ უნდა ისე იყენებს ჩვენ სიტუაციას, ჩვენ დაუცველობას, ჩვენ სისუსტეებს და ფაქტობრივად რა პროგრამებიც არსებობდა ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ისიც აღარ არის. საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული ომის ნიშნები სულ უფრო მკვეთრად შეიმჩნევა. მისი თქმით, სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა და დაუგეგმავი ნაბიჯები ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. დაიწყეს манипулირება შიშით და აქცენტის კეთება იმაზე, რომ თურმე მტერი არის მეგობარი, ანუ რუსეთი ჩვენთვის საფრთხე კი არ არის, არამედ არის მეგობარი, რომ ჩვენი მტრებისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი, იმიტომ რომ ხვალ არ მოგუკლას. ანუ ეს არის ყველაზე პრიმიტიული პროპაგანდა და ამ დროს ყველაზე მთავარი არის, რომ ყველა ჩვენთანმა ერთმანეთს და ჩვენ თავს ვკითხოთ, რატო აკეთებენ ამას. ექსპერტთა ჯგუფებისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მდგომარეობა განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართულ მედია ჯგუფთან საუბრისას აღნიშნა, რომ კრიტიკული ობიექტების უსაფრთხოების სტრატეგია წლებია არ განახლებულა. მისი თქმით, არსებული მიდგომები მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტი ამ დროს 2016 წელს გავუვიდა და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და ამის შემდეგ თანდათანობით 17-ში 18-ში გავუვიდა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებსაც, მათ შორის საფრთხეების შეფასების დოკუმენტს და სხვა და ამ წუთის მდგომარეობით 2025 წელია პარლამენტს არ დაუმტკიცებია არც ერთი სხვა აქტი, არ გვაქვს უსაფრთხოების საბჭოს მიერ დამტკიცებული არც ერთი სხვა აქტი. უსაფრთხოების სპეციალისტი თამარ საძაგლიშვილი კი ყურადღებას სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მომზადებულ ანგარიშზე ამახვილებს. მისი შეფასებით ბოლო წლებში რიტორიკა დასავლეთის მხარდაჭერის მიმართ საგრძნობლად შეცვლილია, რაც მისი შეფასებით ქვეყნის კურსის ცვლილების მცდელობაზე მიუთითებს. ამოღებულია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმართ, ანუ ხელშემშლელი განცხადებები აღარ არის ეროვნული უსაფრთხოების რისკი. რუსეთთან მიმართებით გამქრალია ის მკაცრი რიტორიკა, რაც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებში მოხსენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების შედეგად ქვეყანამ უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა შეწყვიტა ბრიტანეთთანაც, რომელიც წლების განმავლობაში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მხარს უჭერდა კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს. სპეციალისტების შეფასებით ეს ნაბიჯი კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ საქართველოს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა სუსტდება და იზოლაციისაკენ მიდის. ექსპერტების განმარტებით კიბერუსაფრთხოება და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა თანამედროვე სახელმწიფოს არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში კი არსებული მონაცემებით სისტემური პრობლემები და პოლიტიკის არარსებობა ქვეყანას დაუცველ მდგომარეობაში ტოვებს.